ყოფნა ერთმანეთის მიზეზის გამო. აუტანებია ის მოსმენა ახალგაზრდების მხრიდან, როგორც ისინი ესაუბრებიან რექტორს, გულწრფელად ვამბობ. და იმიტომ რომ უნივერსიტეტს ისეთ მეცნიერი, როგორც არის ბატონი ვლადიმერ პაპავა, როლი მეტრეობის შემდეგ არ ყოლია, თან მე მიჩენს ამ ყველაფერს კურება. ამიტომ დავაშევო რამდენიმე ფაქტი, მოდი დავტოვე. პირველი. უნივერსიტეტში არის ჭორების დონეზე და სამწუხაროდ თქვენივე ადმინისტრაციიდან ვლადიმერ ინფორმაცია და მე მინდა ვიცოდე, ეს ინფორმაცია არის რეალური თუ არ არის რეალური. რას ეხება ეს? თქვენი უნივერსიტეტში მოსვლის შემდეგ თქვენი ადმინისტრაციის წევრებმა, რომლებიც არიან ლაჩხები, ვერ ბედავენ თავად, ხმამაღლად თვალდა, იყენებენ ისეთ ადამიანს, როგორიც ვარ მე და ყველაფრის ჩემი ხელით გაკეთება სურთ, თავიანთი ბიზნესის მისაღწევად. დიდი არმია ელოდება, როდის ჩაიგდებენ რექტორის სავარძელს ხელში, როდის ჩაიგდებენ დეკანის და ადმინისტრაციის სხვადასხვა თანამდებობების სავარძელს ხელში. ამიტომ ვერ ამობენ ისინი, მაგრამ მე მაინც თავს უფლებას ვაძლევ, მიუხედავად იმისა, რომ არანორმალურად ვღელავ. არის თუ არა რეალობა ის, რომ თქვენი უნივერსიტეტში მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა 200 ერთეულით. საინტერესოა ჩემთვის ვინ არიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ ჭორის დონეზე რამოდენიმე მათგანზე გამოიკვეთა უშუალოდ თქვენთან კავშირი, ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი, რესპუბლიკურ პარტიასთან კავშირი, ეხლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას პარტიებთან. სხალს წაუყია ყველა. საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი პარტია, არანაირი პარტიული ნიშნის მიხედვით მე უნივერსიტეტში თანამშრომლებს არ ვყოფ, მაგრამ როდესაც ნებისმიერი თანამშრომელი ერთ პერიოდში ერთი დროში კარგის, მეორე პერიოდში მეორე პარტიის წევრია და ყველა პარტიისა და ხელისუფლების დროს არის კანი დამრღვევი, ეს არის ჩვენთვის პრობლემა. წარმოუდგენელი რამ არის, რომ ხუბლას რექტორობის პერიოდში ვებრძოდი ადამიანის კანონდარღვევას, იგივე ადამიანი არღვევს დღეს კანონს. ეხლა რაც შეეხება ამ 200 ადამიანს, სია მინდა და ალბათ თვითმმართველობა ამას გააკეთებს, რომ მოითხოვეთ იმ ადამიანების სია და პირადად მინდა ლოგიკური ანალიზით დავასწრო, ვინ არიან ეს ადამიანები და ჭორები, რომელიც დადის ჩემს ფაკულტეტზე, არის თუ არა სინამდვილე. ეხლა მეორე. გამოიკვეთა, რომ ADB კონტრაქტი, რომელიც არც ისე ხელწამოსაკრავია თამაში, როგორც ჩანს, კარგად ვერ ერკვევიან, თითოეული პროფესორი, რომელიც აარღვევს კონტრაქტს და ნაცვლად იმისა, რომ იყოს B კონტრაქტი არის A კონტრაქტზე, წელიწადში ბიუჯეტს პარავს 12,000 ლარს. ერთი პროფესორი. ასეთი პროფესორების რაოდენობა ჩვენთან 10-მდე, როგორც დეკანმა დააფიქსირა, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან სხვა ფაკულტეტებზეც. ამ ადამიანების უკან დგანან კონკრეტული ფაკულტეტის დეკანები და კიდევ ყველაზე მძიმე, რომელიც წარმოუდგენელი რამ იყო, რაც გუშინ ასევე თქვენგან ერთ დროს განავალებულმა ფაკულტეტმა და მე დღეს ბოდიში ვიხდით, რომ მაშინ შეგეწინააღმდეგეთ, დიახ, ზუსტად უარეს ისახურებდნენ, ვიდრე მაშინ შეაფასეთ ჩემი ფაკულტეტი, ერთ-ერთმა კოლეგამ მოვიდა და მომიტანა სია, რომ ეს მე ნახა, თავად ხომას ვერ გაბედავდნენ, რომ ეთქვათ. ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვს სპეცკონტრაქტები. ახლა რას ნიშნავს სპეცკონტრაქტი? მე უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც შტატში ვარ გასული, დაახლოებით იგივე რაოდენობის კითხულობ 10 საათს კვირაში, გარდა ამისა მაქვს უამრავი დაკითხვა, ამ ადამიანებს აქვს ზოგს 6, ზოგს 3 საათი და 1800 ლარი აქვს დაკითხვა. რა კრიტერიუმით არიან ეს ადამიანები? შერჩეული და თითოეული მათგანი სიამინდა მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით და მაშინ როცა რამაწუხებს იცით? მაშინ როცა ერთადერთი კინეული საკითხი რაც მიმაჩნია, რომ მოხდით თუ არა უნდა გაგეკეთებინათ ბატონოლადიზე. მოგეკითხათ ის ადამიანები, რომლებიც იმ რეჟიმის დროს დაწანწალებდნენ სასამართლოებში და სამართალს ვერ აგნებდნენ. თითოეული მათგანი მოგეკითხათ და იქნებ ისინი მოგეყვანათ იმ სპეცკონტრაქტებზე და არა მხოლოდ მაგალითად მანანა ხარხელი, რომელიც დღესაც არ ყვევს კონტრაქტს. და არის შანტაჟი და ლამის უნივერსიტეტში დავდივარ და დაცვა მჭირდება, რომ შვიდად გადავაადგილდე. ამ სპეცკონტრაქტებთან დაკავშირებით თითოეულის გვარი და სახელი მაინტერესებს.
დინარიან და შემდეგ მე როგორ ჩვენ თვითონ გავარკვევთ ვის რასთან რა კავშირი აქვს და ასე შემდეგ. მე მეორე კიდე რაღაც გაუგებარი რამ, რომელიც ალბათ საკანონმდებლო დონეზე არის და ეს თავად უნივერსიტეტში შიგნით უნდა მოეგვარებინა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, ისინი გადავიდნენ და ასია დიდი ნაწილი არა ყველა ჩვენთან გადავიდნენ ბ-კონტრაქტზე. ესეა ხო? ადმინისტრაციაში არიან და გადასული არიან ბ-კონტრაქტზე. ამ დროს ნახულობ იმ სიაში, რომელიც გუშინ მომიტანეს, კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იღებს რაღაც კონკრეტულ თანხას, 1000-ზე მეც რასაკვირველია და ამავდროულად კვირაში მას აქვს 20 საათი დაკითხვა. ეხლა მე ვკითხულობ, თუ კი შტატში მყოფი თანამშრომელი გადადის ბ-კონტრაქტზე, იმიტომ რომ ადმინისტრაციულ თანამდებობასთან ერთად ის ვერ ახერხებს უბრალოდ, რომ ჩაატაროს ამდენი რაოდენობის ლექცია. როგორ ფიქრობ, 20 საათი კვირაში გაატარო ლექციაზე, როდის საკეთებ ადმინისტრაციულ მოვალეობებს, რომელიც გევალება და რომელს აკლებ? იმ ადმინისტრაციულ საქმიანობას თუ აკლებ ამ სტუდენტებს და ეს რომ სტუდენტებს აკლდება, ეს არის უგაო. ორი სტუდენტი მიზის ლექციაზე. მუდმივად და სემინარებზე მოდიან, იმიტომ რომ ეს რაღაც ქულები დაიწერონ და ფაქტიურად ფორმალურ ხასიათს ატარებს უნივერსიტეტში სწავლა, განათლება და ასე შემდეგ. და ყველაზე მტკივნეული რამ. დღემდე იზრდება ჩვენთან მუქარის შეურაცხმყოფელი, წარმოუდგენელი რამ. შენახული მაგას ყველაფერი უბრალოდ იმ ადამიანებს ბლოკა და რაღაცნაირად გარკვეული ეჭვმაქვს, ვინ შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები. ამავდროულად დღე მივიღე წერილი ბატონოვიდან, სადაც ჩემი ხება დიდება, რომ თურმე მე ვარ ერთადერთი ის ადამიანი, ვინც ამას იტყვის და ინგრევა უნივერსიტეტი და იქნებ თქვენ უშუალოდ და ეს კითხვა დასვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავსვავთო. მიუღებელია ჩემთვის იცით ამგვარი კატეგორიის ადამიანების უნივერსიტეტში ყოფნა. და ის რომ მაღლივი კორპუსი დღეს არის დამონებული, ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ არავინ არ მოლაპარაკება. ეს მარტო დავდივარ. და რა ხდება? აქ არის ასეთი კითხვა, მაგიტოვებთ მერე ნახეთ, რომ დასვით კითხვაო არის თუ არა, ნუ ჩემგებადებას აღარ წავიკითხავ, ბატონმა არ წერია, რექტორთან დაკავშირებით არის, კაკებიდან გადმოიყვანა და ჩანება თუ არა თსეულში და ორი გვარია დასახელებული, აქან ლომიძე და მაგხარ ბაძაყუა და აკვირდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ კაკების დროს შინსუსტოს თუ რაღაც და ასე შემდეგ. არ ვიცი ეს რა არის, მე ისიც არ ვიცი ეს რამდენად საშიშია და არის პრობლემა თუ არ არის, რომ ოდესღაც იყო კაკებეში და დღეს უნივერსიტეტში მოვიყვანეთ თუ არა, მე ამგვარი რამ პრობლემას არ ვიხსნის, ამგვარი რამ პრობლემას მიხსნიდეს იმ ადამიანები ვიქნებოდი, როგორც არიან დღეს უნივერსიტეტში და ცალ-ცალკე გვაქვს სხვადასხვა დარღვევები, ზოგი ჭორია ალბათ, ზოგი რეალობა, მაგრამ თავად ხომ ამას ვერ ახერხებენ და ერთი კიდევ საფრთხო ფაქტი. გუშინ უნივერსიტეტის პროფესორებმა, ჩემი ფაკულტეტის პროფესორებმა მოითხოვეს, რომ აი როდესაც გიორგი გაფრინდაშვილს ხელით დაგუჭირეთ მხარი და ხელმოწერები გავაკეთეთო, იმ ფურცელს ეძებდნენ, რომ რა ვიცით რა იქნება და იქნებ ხელი მოვაწერეთო, აი ამ უბედურ დღეში არის ჩემი ფაკულტეტი.